დაკავების შემდეგ უკვე იმყოფებოდა ორი ადვოკატი თქვენ არა 3 საათი ვერ შევიდა ბატონო ვლადიმერ ჩვენ იქ ვიყავით მთელი ხამის განმავლობაში და 3 საათის განმავლობაში ვერ შევიდა ადვოკატი არა თან ამას უფლებადამცველებიც საუბრობდნენ დღეს სასამართლოზე უფლებადამცველების მე ამაზე გაგეცით ხალხი ამას ძალიან მიტებულებების განადგურება ჩვენ ხშირად ვაშუქებთ ამ პროცესებს ძალიან ძიმედად გაუპატიურებას ყველაფერზე ზუსტად იგივე არგუმენტები აბსოლუტურად შაბლონურად როგორც გაუპატიურებაზე და მკვლელობაზე ძალიან ძიმე დანაშაულში ბრალდებულებს გავიგეთ თქვენი შეკითხვა პატიმრობაში დატოვება გავიგეთ თქვენი შეკითხვა ასევე მოითხოვეთ მზიამაღლობელის პატიმრობაში დატოვება გავიგეთ თქვენი შეკითხვა ხე იყო მზიამაღლობელის მხრიდან პირველი დავით გასაგები მოდი გიპასუხებთ თანმიმდევრობას მიუყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს თქვენ მოისმინეთ სასამართლომ რა გაიზიარა სასამართლომ გაიზიარა შემდეგი რომ მას შემდეგ რაც 11 იანვარს საღამოს საათებში როცა დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესი ის გამოვიდა რა პოლიციის დაწესებულებიდან ხელწერილი და მან ხელწერილი დაწერა საუბარია ბრალდებულზე რამდენიმე წუთში ის უკვე პოლიციელზე თავდასხმას ახდენს პოლიციელზე თავდასხმა ამას წინასწარ რა გარემოებები უძღოდა წინ ხო ამბობდა უფლებადამცველები ოქში ასეა მითითებული დიახ ასე არის მითითებული ვაჩვენოთ ხმაური გამოდი გამომყევი ხმაური ვაჩვენოთ მათი არა გამოაქვს ზიამაღლობელისგან ჩვენ ხალხს დავინახოთ სხვა ქვეყნებში ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითად რაც შეეხება პოლიციაზე თავდასხმას ისჯება და არის მძიმე დანაშაული ჩვენ ვიცით რომ ყოველგვარი მიზეზი რაც ჩვენ დავინახეთ ეს იყო შურისძიება პოლიციის სახალხო სამმართველოს უფროსის მიმართ ვინაიდან თავისმა მოადგილემ ადმინისტრაციული წესი დააკავა 1 საათით ადრე და შესაბამისად ფიზიკურად მიაყენა შეურაცხყოფა თავს დაესხა ეს ქმედება კვალიფიცირდება თავდასხმა მე მოვიყვან ერთ მაგალითს რომელიც შეერთებულ შტატებში არის პოლიციელზე თავდასხმა სამი კატეგორიის არავინ აჩვენეთ პროკურორები მოსამართლეები ეს რას ნიშნავს ვის ასანქცირებენ დემოკრატიულ სამყაროში დიქტატურის ადამიანს დიქტატურას ასანქცირებენ ეს დიქტატურაა ხალხო გავიაზროთ მთლიანობაში დავინახოთ სურათი და მივხვდეთ რომ დიქტატურის წინაშე რომ მიცხრა ბატონო მამუკა რომ მიცხრა რამდენი აუცილებლობას წარმოადგენდა მზიამაღლობელის პატრონობაში დატოვება თანხმობის ივანიშვილის ხელის ბიჭები ფორმალურად რაღაც მოსამართლე ფორმალურად პროკურორი და ასე შემდეგ ეს არის ივანიშვილის რეჟიმი რომელიც საქართველოს იპარავს და დამოუკიდებელ ადამიანს სილოს მოაცილოს ეს ახალს არ გააჩერებს ეს ჩვენ არ გვაგაჩერებს თავისუფლება მზია სოლიდარობა ყველა პოლიტიკას ეს ხალხი გამოვიდა ეს არის მორიგი დასასრული ამ რეჟიმის კიდე მორიგი ქვა რომ დასრულებიან საბოლოოდ ძალიან დიდი მადლობა გელას რო გავესაუბროთ გელა თან მითხარი მესმის რომ მუშაობდა იქ ლავასოღლის კაცი ლავასოღლის აი ამაზია გებუაძე ამაზია საუბარი და დავინახოთ ეს პრობლემა ნუ შევდივარ რაც მოსალოდნელი იყო განაცხადა რამეს ველოდით რა ივანიშვილს აქვს დიქტატურა მზია არის პირველი მსხვერპლი ქართული მედიიდან რუსული რეჟიმის ასე ფართო დამოქმედების შემდეგ დააპატიმრეს პროკურორი ეს პროკურორი ეს ვინ არის საერთოდ ამტკიცებდა რომ მზია არის რეციდივისტი ვინმე დაიჯერებს მაგას მაგრამ ყველაფერი ჯიბეში აქვს ჩასული და დაიჭირეს წაიყვანეს ძალიან დიდი მადლობა სასამართლო დარბაზში კიდევ გავესაუბრები ჟურნალისტებს რომლებიც აქ იმყოფებიან რომ რა მოხდა ეს სასამართლო პროცესზე როგორ შეფასება შეგიძლიათ გაუკეთოთ ამას შეფასებაც აღარ ჭირდება ეს ყველაფერი იმდენად ნათელია რომ აი ზედმეტია ნებისმიერი სიტყვის თქმა ეს არის გაფორმებული დიქტატურა რა თუნდა ამას თქმა ეს არის სახეზე ეს არის წარმოუდგენელი რომ დღეს მზია ამაღლობელი უნდა ორ თვია პატრონცინასა დაგმობაში მოსამართლის განმარტებას როგორ შეეფასებთ
შეფასებაც არ უნდა ამას. ყველაფერი ძალიან ატელია. აბსოლუტურად არაფერს არ ჭირდება. შეფასება რომ ითხრათ რა მოხდა დღეს სასამართლო პროცესზე. რა მოხდა და ბიძინა ივანიშვილის ბრძანების აღსრულება. არავით არის სასამართლოსთან მართლმსაჯულებასთან ამ პროცესს კავშირი არ ჰქონია. აი ეს პროკურორები ფაქტია რომ ზიარის რეჟიმის ხერხი. აი იქეთა პირადად ოჯახის პროკურორია, აი ესა. ეს არის ალეკოვი ივანიშვილის ლიჩნი პროკურორი, აი აქეთა. აი ეს მართალი გითხრა ძალიან მიჭირს ახლა კომენტარის გაკეთება. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, ძალიან ბევრი დაზარალებული და არ ვიცით დაკავებულები და რეჟიმს ყავს, რუსულ რეჟიმს ყავს პატიმარი მზია მაღლობელის სახით, ქალი რომელმაც შექმნა საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და რეპუტაციულად მაღალი რეპუტაციის მქონე მედია საშუალება დღეს არის დაპატიმრებული. მისი არანაირი საჭიროება პატიმრობაში დატოვების არ არსებობდა აბსოლუტურად, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური, ეს იყო რეჟიმის, ეს იყო რუსული გადაწყვეტილება. ძალიან დიდი მადლობა. შევეცდებით რომ კიდე გავესაუბროთ ჟურნალისტებს, რომლებიც სხდომათა დარბაზში იყვნენ. 11 საათზე დაიწყო პროცესი და სულ რამდენიმე წუთია რაც გადაწყვეტილება გამოცხადდა მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში დატოვა. ამას ბუნებრივია ამ გადაწყვეტილებას ხმაური და დაძაბულობა მოყვა სასამართლო დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ მზია ამაღლობლის კოლეგები, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე დედაქალაქიდან ჩამოსული მასმედიის წარმომადგენლები. საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან ეხლა გრძელდება. აქ არიან მოსული რიგითი ბათუმელები, სამოქალაქო აქტივისტები, ყველა ის ადამიანი, ვინც რუსულ რეჟიმს ებრძვის წლებია. ისინი ბუნებრივია აღიარებენ, რომ ეს იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და მასმედიის ჩახშობის სურვილი ხელისუფლების მხრიდან. სალომე პირდაპირ ეთერში ვართ, გადაწყვეტილება როგორ შეგიძლიათ რომ შეაფასოთ? გამარჯობა. შინ მართლა გითხრათ, მე არ მქონდა ბევრისგან განსხვავებით მოლოდინი, რომ გაათავისუფლებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ ადვოკატებმა ბრწყინვალედ გაართვეს დაცვას თავი, მაგრამ მე მგონია, რომ ამ პროცესის ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, როგორც კი მოხდა მზიას დაკავება და ამიტომ სიმართლე გითხრათ ეს შედეგი არ გამკვირვებია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ზვიად, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ მითხრათ თქვენი კომენტარი და შეფასება საკმაოდ ხმაურიანი სხდომა იყო. რა მოხდა დღეს, რა ხაზი გააგრძელა? სხდომა არ იყო ხმაურიანი, სხდომის ფინალი იყო ხმაურიანი, იმიტომ რომ მოსამართლე რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მზია ამაღლობელი ორთვიანი პატიმრობით გაუშვას საპრობილეში, დაუტოვოს მას საპრობილეს საშელი. ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, რეაქცია საზოგადოების და ძალიან სწორი რეაქცია, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ დღეს მოქალაქეები, რომლებიც ასეთი შეშველი ხელით განან დიქტატურის პირისპირ, ასე მშვიდად შეხვდნენ ასეთ უსირცხვილო გადაწყვეტილებებს. ჩვენ კარგად ვხედავთ იმას, რომ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ამ პოლიციურმა სისტემამ, რატომ მიიღო ამ დიქტატურამ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საპატიმროში ჩაესვათ მზია ამაღლობელი. ყვიროდა ხო ეს დგებუაძეს გაუგებარი უსახური პოლიცმაისტერი ბათუმის, რომელიც არის ლავასოღლის მარჯვენა ხელი. რა ყვიროდა იმას, რომ სისხლით უნდა გაუშვათ ეს ადამიანი. მას განზრახვა ჰქონდა. ის იმიტომ მოვიდა იქ, რომ მას დაეჭირა მზია ამაღლობელი. მე პროცესის დაწყებამდეც გითხარ და ახლაც იგივეს ვამბობ, მზია ამაღლობელი იმიტომ ზის საპრობილეში, რომ მზია ამაღლობელია. და ძალიან კარგად იცის ამ მოსამართლემაც, ამ პროკურორმაც, რომელიც ივანიშვილების ოჯახის პირადი პროკურორია, ხო? ეს თურმანიც ძალიან კარგად იციან მათ, რომ გადაწყვეტილებას იმიტომ კი არ იღებენ, რომ მზია ამაღლობელმა რაიმე დანაშაული ჩაიდიდა. იმიტომ იღებენ, რომ მზია ამაღლობელია და ნებისმიერ ჟურნალისტს, ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს, თავისუფალ მოქალაქეს უგზავნიან ამის შეტყობინებას, რომ ყველას დავიჭერთ.
აი ეს არის ამ გადაწყვეტილების მთელი სულისკვეთება და ამას მე მიმაჩნია რომ საზოგადოება უნდა დაფიქრდეს უკვე იმაზე და არ დაიწყოს რაღაცა გაუგებარ კაზუისტიკაზე მსჯელობა რომ აი აქ ხო არ იყო პატარა გადაცდომა იქ ხო არ იყო ჩვენ უნდა შევხედოთ სურაზად დავინახოთ რომ დიქტატურა უკვე გადმოვიდა შეტევაზე ეს არის დიქტატურის რეაქცია და ის მივა ყველა ადამიანთან ყველა მოქალაქესთან და მოკლავს თავისუფლებას ამ ქვეყანაში ძალიან დიდი მადლობა. აი ამ როგორც გითხარით, ზუსტად 11 საათზე დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის აღკვეთი ღონისძიების შესახებ სხდომა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ საკმაოდ კარგი არგუმენტები წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იყოს დაპატიმრებული და ციხეში გაშვებული ჟურნალისტი, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა. მან პროკურატურას დაუჯერა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში გაუშვა, რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას. ამ დროისათვის კვლავ შეკრებილები არიან აქ საპროტესტო აქციების მონაწილეები, რომლებიც 48 დღეა აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს. ისინი ადგილზე რჩებიან და აპროტესტებენ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.